მოგესალმებით, თქვენ ვყურებთ ზუმერის ვიდეო მოხილვას, რომელშიც ჩვენ განვიხილავთ კომპანია Huawei-ის ერთ-ერთ მაღალი კლასის smartphones Huawei Honor 3X. კოდური სახელწოდებით Huawei G750. აღნიშნული smartphone გამოვიდა 2013 წლის დეკემბერში. იგი საკმაოდ დიდი smartphone-ია. მისი ეკრანის ზომა არის 5.5 ინჩი, რომელიც დამზადებულია IPS LCD ტექნოლოგიით. მისი გაფართოება არის 720p, ანუ HD გაფართოება. ამ ეკრანზე პიქსელების განთავსება თითოეულ კვადრატულ ინჩზე არის 267 ერთეული, რაც საშუალო მაჩვენებელია. Smartphone-ის ქვედა მხარეში განთავსებული არის ნავიგაციის ვლაკები, ზედა მხარეზე მოთავსებულია 5 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, რომელიც იღებს HD ვიდეოს. მთავარი კამერა არის 13 მეგაპიქსელიანი, რომელიც იღებს Full HD ვიდეოს, მის გვერდით მოთავსებულია LED განათება. ქვედა მხარეში მოთავსებული არის დინამიკები, რომელშიც გამოყენებულია DTS ტექნოლოგია. ქვედა მხარეში ასევე არის micro USB პორტი, მარჯვენა მხარეზე მოთავსებული არის მის ასაწევი დასაწევი და ჩასართავ-გამოსართავი ღილაკები. ზედა მხარეზე ასევე მოთავსებული არის 3.5 მმ-იანი პორტი. Smartphone-ის გარშემო შემორტყმული არის მეტალის კანტი, უკანა პანელი ჩვეულებრივად იხსნება. მის ქვეშ მოთავსებული არის 2 ცალი mini SIM ბარათის პორტი და ასევე micro SD ბარათის ჩასატები. Smartphone-ში დამეხსიერება არის 8 GB, რისთვისაც აუცილებელი იყო micro SD ბარათის პორტის გამოყენება. მისი მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია 64 GB-მდე. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ smartphone-ს აქვს 2 GB ოპერატიული მეხსიერება. ამის ნახვა ჩვენ შეგვიძლია სეტინგების მენიუში, კერძოდ კი About განყოფილებაში. აქ ვიგებთ smartphone-ში შესაძლებ, რომ მას აქვს 8-ბიტიანი MediaTek-ის Cortex A7 პროცესორი, რომლის სიხშირეც არის 1.7 MHz და ვიდეო ბარათი Mali 450 MP4, რომელიც საკმარისია ამ smartphone-ის მუშაობისათვის. Android-ის ვერსია არის 4.4 KitKat-ი, ხოლო თვითონ სამომხმარებლო გარემო, რაც ამ smartphone-ში გამოყენებული, ეს არის Huawei-ის Emotion UE. ამ გარემოში არის Google-ის სერვისები, ყველა თავისი აპლიკაციით. მარჯვენა მხარეზე მოთავსებული არის სხვა აპლიკაციები, აქ არ არის ბევრი აპლიკაცია, თუმცა ერთ-ერთი საინტერესო აპლიკაცია არის DLNA, საიდანაც შესაძლებელია ფოტოების, ვიდეოებისა და სხვა ფაილების გაზიარება შიდა ქსელში, ანუ თქვენ პირდაპირ მიიღებთ smartphone-დან ამ ინფორმაციას კომპიუტერში. გარდა ამისა, smartphone-ს აქვს თავისი ბრაუზერი, ასევე უკვე აღნიშნეთ, რომ მას აქვს Google-ის Chrome ბრაუზერი. Smartphone-ის ბრაუზერიდან შესაძლებელია ჩვენი საიტი გავხსნათ. ასევე შესაძლებელი არის გავხსნათ საიტის ძველი ვერსია, რომელიც არის დიდი ვერსია, ანუ გვერდი იხსნება უფრო ფართოდ. Smartphone-ის სისტემას, რომელიც საკმაოდ მძლავრი არის, უზრუნველყოფს 3000 mAh-იანი ლითიუმ პოლიმერის ბატარეა, რომელიც საკმაოდ დიდ ხანს გაგიძლებთ. ასევე ამ ბატარეის ხანგრძლივობისათვის პარამეტრების მენიუში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ გამოყენებული არის სპეციალური პარამეტრი power saving-ი, რომელშიც შესაძლებელია სხვადასხვა რეჟიმებზე დავაყენოთ ბატარეა, რომელიც უფრო დიდ ხანს გაგიძლებთ. ასევე გარდა იმისა, რომ smartphone-ს აქვს micro SD ბარათის ჩასატები, Huawei Cloud Plus-ზე თქვენ გეკუთვნით 16 GB მეხსიერება, რომელიც ასევე გამოიყენება ფაილებისა და ვიდეოების ასატვირთად, ასევე ფოტოების გასაზიარებლად. აქ general menu-ში არის მნიშვნელოვანი პარამეტრები, მათ შორის Don't Disturb პარამეტრი, რომლის დროსაც თქვენ არავინ შეგაწუხებთ, თუ რა თქმა უნდა გამონაკლისებში არ შეიტანთ სხვადასხვა ნომრებს. Smartphone-ი მართალია საკმაოდ დიდია, თუმცა ცერათით მისაწვდომია მისი ყველა კუთხე. იგი არის საკმაოდ თხელი და კომფორტული. მის შეძენა თქვენ შეგიძლიათ ზუმერის მაგალითად ქსელში, ასევე ვებგვერდზე Zoom-1.g. იგი გამოდის როგორც თეთრი ფერის, ასევე შავი ფერის. მადლობა რომ გვიყურებდით, სხვა მიმოხილვებით კი მოგვიანებით დაგბრუნდებთ. ნახვამდის.